აბრეშუმის ქარხანამ კოლეჯ სპექტრისა და სკოლა IB-მთიების შემაჯამებელ ღონისძიებას უმასპინძლა, რომლის სახელწოდებაცაა სახელობო განათლება მდგრადი განვითარებისთვის. შეხვედრის პირველი ნაწილი საგამოფენო სივრცეში გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო სასწავლო დაწესებულებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტების მიერ შექმნილი ნამუშევრები. აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართულმა სკოლის მოსწავლეებმა კოლეჯ სპექტრის მოკლევადიანი სასერტიფიკატო კურსები გაიარეს და სხვადასხვა პროფესიას დაეუფლნენ. Ბევრი საინტერესო ხელობა შევისწავლეთ, რომელიც სამომავლოდ ძალიან საჭიროა და გამოსადეგი. კონკრეტულად მე თაბაშირ მოყავზე წარვადგენ დღეს და ასევე შრომითი საფრთხეებაც შევისწავლე. თაბაშირ მოყავი როგორც მომავალ არქიტექტორს ძალიან გამომადგება, რადგან თავისუფლად შევძლებ თაბაშირ მოყავისგან დიზაინის სხვადასხვა ელემენტების დამზადებას. ინტერიერის თუ ექსტერიერის გასაფორმებლად. მე ვიყავი ელექტროობის კურსზე კოლეჯ სპექტრში. მე ვსწავლობდი ელექტროობის საწყისებს, დამცავ მექანიზმების მუშაობას და დამიწებას და ასე შემდეგ. მე ახლა შემიძლია ჩემივე გაყვანილობა შევამოწმო, რაღაცები გავაკეთო, მაგალითად ჩამრთველები, ან ნატურას სიტყვაზე ჩემითასავანთებ და უდესი გამოცდილება მივიღე და პრაქტიკული ცოდნაც მივიღე გარდა თეორიულის. ღონისძიების მეორე ნაწილი სიტყვით გამოსვლებს დაეთმო, სადაც მონაწილეებმა განათლებისა და პრაქტიკული უნარების გაერთიანების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე გაიმართა გამარჯვებული პროექტების წარდგინება და კოლეჯის პედაგოგებისა და სტუდენტების დაჯილდოება. არათუ მნიშვნელოვანი, არამედ მე ვიტყოდი, რომ ეს არის ქართული ეკონომიკის ქვაკუთხედი, პროფესიული განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორი დღეს საქართველოში. თქვენ ადევნებთ თვალყურს, რამდენი დიდი ინტერესი არის. IB-მთიებისა და სპექტრის თანხმედრა და მუშაობა მიმდინარეობს რამოდენიმე წელიწადი ძალიან აქტიურად და ასეულობით კურსდამთავრებული ყავს უკვე გამოშვებული. შესაბამისად დღეს არის 7 ლოკაცია წარმოდგენილი, 100-ზე მეტი კურსდამთავრებული და 100-ზე მეტ ბავშვს გადაიცემა დღეს სერტიფიკატი და გარდა ამისა მოხდება ამ ლოკაციაზე თეორიისა და პრაქტიკის კოლაბორაცია. ბავშვებმა რაც ისწავლეს თეორიაში და პრაქტიკაში, ამას ერთობლივად წარადგენენ დღეს მაყურებლის წინაშე. ესე რომ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება არის, მინდა ყველას უსურვო წარმატება. ცხოვრებაში აუცილებელია პროფესიაც გქონდეს იმ დიდ განათლებასთან ერთად, რასაც შენ ცხოვრებაში მიაღწევ. იმიტომ რომ ეს ძალიან გამოყენებადი საქმეა. უпростоრედ გულახდილად რო გითხრათ, მინდოდა დამემსხვია ის მითი, რომ თუ ვერ სწავლობ სკოლაში, შეგიძლია პროფსასწავლებელში წახვიდე. იმიტომ რომ ეს ძალიან მცდარი შეხედულებაა. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ განათლებულს სჭირდება ზუსტად პროფესია და პროფესია სჭირდება ნასწავლი და განათლებული ადამიანები. არაჩვეულებრივი მასპინძელია კოლეჯის სპექტრი. თვითონ ბატონი მათე უდგება სათავეში და იღებს ამ ადამიანებს. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაიზარდნენ ეს ბავშვები. სკოლის კედლები სხვა არის, მაგრამ ის რომ მათ შრომითი უნარები იციან, საოცრად ამაყნიც არიან. პროექტის ფარგლებში 2024-25 წელს მომზადება 112-მა მოსწავლემ გაიარა. მათ შეისწავლეს ისეთი პროფესიები, როგორებიცაა ელექტროობა, სახვითი ხელოვნება, კერამიკა, თაბაშირ მუყაოს კონსტრუირება, ხის მხატვრული დამუშავება და ავტოსავალი ნაწილების შეკეთება. 2019-2025 წლებში კოლეჯში ჯამში 430-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო პროფესიული განათლება. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, პროექტის მიზანი პროფესიული განათლებისადმი მოსწავლეების ინტერესის გაზრდა.